მოგესალმებით. ესე იგი რა ხდება? ბარსელონა ლა ლიგაში პირველ ადგილზეა. რეალი საჯებზე წუწუნებს. ჩვენმა ჯუდოისტებმა ბაქოს გრანდსლემზე მედალი ვერ აიღეს. თორნიკე შენგელია დანიასთან მატჩამდე 4 დღით ადრე ჩამოფრინდა. ქართველი გენადი კვიკვინიამ კლავჭიჩი კანადელ ლარათთან დამარცხდა. ბიჭო, რაღაცა ვერ არის სამყაროში კარგად. აპოკალიფსი ხო არ იწყება ნეტა. უნდა გადავამოწმო. მოიცა ერთი. ჩემ ცოლს უნდა დაურეკო. ერთი წუთი. ალო. თიგა? ხო. მე გუგერსა, ხერხე და ბასტი მივდივართ დასალევად. ხო გაგიხარდა? კაი. სახში მოვალ, კარგი. აპოკალიფსი არა ის. ყველაფერი რიგზეა. არანაირი აპოკალიფსი არ გვემუქრება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, უკვე აპოკალიფსის გარეშე გავაგრძელოთ. ხო, სანამ ლიგას მიმოვიხილავთ, ვთქვათ ახლა რატო წუწუნებს რეალი მსაჯებზე. მოგეხსენებათ ლა ლიგის ერთ-ერთ ტურში ოსასუნასთან ჯუდ ბელინგემს მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა. შემაგინაო ბელინგემმაო. რა გაგიკვირდათ, კაცო? 6 ტური გავიდა და პენალი არ დაგიდიათ რეალისთვის. საგინებლები ხართ, აბა რა ხართ? სხვათა შორის მოგვიანებით ეს მსაჯიც დაუსჯიათ თურმე, თუმცა რეალის პრეზიდენტი მაინც გაბრაზებულია. ასე თუ გაგრძელდაო, რეალი ესპანეთის ჩემპიონატს დატოვებსო და სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გადავაო. ნუ ადრეც უთქვავს ესეთი სისულელე, ხო და თქვა რომ საფრანგეთის ლიგა 1-ზე იყო საუბარი, რომ ლიგა 1-ში გადავართო, მოკლედ. მოდი ახლა ჩვენ ავხსნათ, რა მოხდება. ჯერ თუ დატოვებს ლა ლიგას ესპანეთის. დაახლოებით ასეთი რამ, აი ტომი და ჯერი, ხო იცით მულტფილმი, ხო მაგარია. აი მაგ მულტფილმიდან რომ ამოიღონ ტომი და მარტო ჯერიმ რო ირბინოს, ხო და აი ხო დებილობა იქნება, ხო მეთანხმებით. სისულელე ხო აღარ იქნება ის ტომი და ჯერი, ის პეცი ხო არ იქნება. ახლა ავხსნათ ლიგა 1-ში რო გადავა რეალი, ანუ დატოვა ლა ლიგა, გადავიდა ლიგა 1-ში, რა მოხდება? ნუ პაგაძი ხო გახსოვთ? ხო და აი ეს ტომი მანდრო ჩაამატოთ. ხო ეგეც დებილობა იქნება. ხო და იყოს რა სადაც არის რა. კარგი რა, შენ გენაცვალე. გადავიდეთ მარადიულ თემაზე. მესი თუ რონალდო. ხო ამბობდნენ მესის თანდაყოლილი ნიჭი აქვს ქრისტიანომ ყველაფერს ვარჯიშით და ნებისყოფით მიაღწიაო, მე მგონი მცდარი აზრია, ორივე ნიჭიერია და ძნელია თქვა რომელი ჯობია, ხო? მესი ჯუნიორზე და რონალდო ჯუნიორზე ვამბობ. რონალდო ჯუნიორმა ერთ მატჩში 10 გოლი გაიტანა ალ ნასრის მაისურით, ტიაგო მესიმ 11 გოლი ინტერ მაიამის მაისურით. ხო ნახეთ ვიდეოები, როგორი გოლები გააქვთ ამ ბავშვებს. ასე რომ რო ამბობდით ზოგიერთები მორჩა ეპოქაო, ახლა მბაპე თუ ჰალანდი იწყებაო, გაგრძელდა ეპოქა თუ არა? რადგან პატარებზე ვსაუბრობთ, აქვე ვთქვათ ლამინე იამალზეც. ვიღაცეებმა, მოკლედ, ინსტაგრამზე იპოვეს 12 წლის იამალის დაპოსტილი გულები პორნოვარსკვლავ მია ხალიფას ფოტოს ქვეშ. ნუ რა მერე კაცო, რა აუჩუჩუნდა ბავშვს. რა მოხდა? ხო, არც არაფერი. უბრალოდ ქალბატონი მიამინდა გავაფრთხილო. შეიძლება ახლა ვარსკვლავი რო გახდა იამინე იამალი, შეიძლება თქვენც მოგინდეთ პასუხის გაცემა, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთი წელი იურიდიულად არ შეგიძლიათ. ბოვშია ჯერ, ბოვში. რაც შეეხება ჩემ ტელეფონის ნომერს, სამწუხაროდ ინსტაგრამი მე არ მაქვს. გადავიდეთ ახლა ლიგის თამაშებზე. ბერგამოს ატალანტამ სენსაციურად წააგო ბრიუგესთან და გავარდა. მოკლედ, ბერგამოს ატალანტა ვერად და ვერ შედგა ჩემპიონთა ლიგაზე რა. აი, იმ სერიაში ითამაშებს კარგ თამაშებს, დაგვამახსოვრებს თავს. ჩემპიონთა ლიგაზე ვერ შედგა. მოკლედ, დავასკვენი, რომ ატალანტასგან ჩემპიონთა ლიგის გუნდი ბერგამოვა. რაც შეეხება რეალის და სიტის დაპირისპირებას, ძალიან მოკლედ ვიტყვი, რეალმა მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედად აქცია. PSG და ბრესტი გაინტერესებთ? კი ბატონო, შევეხოთ ამ დაპირისპირებასაც. Numero 7 quara eva un gole en assista. ანუ კვარამ გოლი და ასისტი შეასრულაო, ეს თქვი იტალიურად.
De Laurentiis-ის გასაგონად. თორე ჩვენ ქართველებმა ისედაც ვიცით. დიახ. მოკლედ, რო შევაჯამოთ ჩემპიონთა ლიგა, Paris Saint-Germain-მა Brest გადაუარა, Mbappé-მ City-ს, ხოლო იტალიურ გუნდებს ყველამ გადაუარა, ვისაც არ დაეზარა. და ბოლოს დღეს ჩვენი ეროვნული ნაკრები კალათბურთში დანიის ნაკრებს ხვდება. ჩემო დანიელებო, კარგი ქვეყანა გაქვთ, ნამყოფი ვარ კოპენჰაგენშიც, ოდენსეშიც, გელა იაკორძაძესთან ერთად სხვათა შორის. ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უეჭველი მოგიგებთ. თუ გინდათ დავნიწლავდეთ. აი, რაზეც გინდა დავნიწლავდეთ. გრენლანდიაზე დავნიწლავდეთ. ხო, რა, არ გიჩვენიათ კაცურად ნიძლავში წააგოთ, ვიდრე ვიღაცა მაგახიოთ. თქვენ კი გამოიწერეთ YouTube-ზე ჩვენი პანამის არხი, სანამ ეგეც აგვახია იმ ვიღაცამ. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია კომპანია LeaderBet, დიდი მადლობა LeaderBet-ს. ასევე ჩვენი აქტიური და ერთგული მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Leader Sport Arena, სადაც ჩვენი სტუდია იმყოფება. ახლა მინდა სტუდიაში ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი მოვიწვიო, რომლის წარდგენაც საერთოდ არ არის რთული, ძალიან მარტივად ქართული სპორტის ლეგენდა ნინო სალუქვაძე. მოგესალმებით, ხალხო ნინო. მოგესალმებით. დავბრძანდი, დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენს გადაცემაში. დიდი ხანია გვინდოდა თქვენი მოწვევა, მოდი ახლა გულწრფელად მითხარით. ყველაც მადლობა რომ მომიწვიეთ. რა, ჩვენ სუგიწევთ, ჩვენი კარი სუღია თქვენთვის. ეხლა რა მითხარით, იცით? ყველა თქვენი ჯილდო გახსოვთ, რაც გაქვთ აღებული? რა თქმა უნდა. ყველა. რა თქმა უნდა. რამდენია? სულ. ყველა თქვენი შვილი გახსოვთ, ხო? ჩემთვისაც ესე. ხო, იმიტომ რომ არა, მე მგონია რომ შეუძლებელია რამე რო არ გამოგჩეთ, მაგრამ არა, ხო, ყველა გახსოვთ. ესე იოლად არც ერთი გამარჯვება არ მომწვია, ამიტომ ყველას თავისი ისტორია, ყველა მედალს აქვს თავისი ისტორია. რისი დამსახურებაა, როგორ გონიათ ეს თქვენი უნიკალური წარმატება? ალბათ უფრო შრომის მოყვარეობის. მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ესეთი ტალანტი მქონდა და ეგრევე გამოჩნდა. არა, ალბათ ხასიათი ეს ყველაფერი და შრომის მოყვარეობა. ეს იყო პირველი. ზოგადად როგორ მოხვდით ტყვის სროლაში? კალათბურთიდან. კალათბურთიდან. აუ, რა მაგარია. მოგვიყევით რა, როგორ მოხდა? ანუ კალათბურთს თამაშობდით? საბჭოთა კავშირის პერიოდის დან მოვდივარ, ესე იგი, ხო? ხო, მაქედან მოვდივარ მეც. დიახ. ჩვენ წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდი. მაშინ ესე ყველა მშობელი ცდილობდა შვილები მieყვანათ ცეკვა, სიმღერა, სხვადასხვა სპორტის სახეობები. ფორტეპიანო. ყველაფერზე ვიარე. ყველაფერზე. მამამ მიშველა ფორტეპიანოდან გამომიყვანა. ძალიან წვალობდი. თუმცა გულში სულ მღერი ვარ, მაგრამ არ მეხერხება. არ გეხერხებთ, გასაგებია. ძნელი წარმოსადგენია რომ თქვენ რამე არ გეხერხებათ, მაგრამ კარგი. ესე დავარ. არ ვიცი, არ მეხერხება. ხო. თუმცა ძალიან მიყვარს. აღმოჩნდით კალათბურთზე? აღმოჩნდი კალათბურთზე ძალიან შევეჩვი 4 წელი ვიყავი, პირველი სიგელი გამარჯვების ქალაქის ჩემპიონები გავხდი კალათბურთიდან და ამ სიმაღლეც 168 სანტიმეტრი ვარ. ეს სიმაღლე მქონდა მეოთხე კლასში და ყველას ეკონდა, გიგანტი გაიზრდებაო, მაგრამ დავრჩი. დავრჩი ისევ ამ სიმაღლის და ალბათ კალათბურთზე უკვე ჩემი მოღვაწეობა, თუმცა მე გვიჩვენა ჩვენ ისტორიამ, რომ დაბალი ხალხიც კარგად არ, მაგრამ მაშინ ესეთი ტენდენცია იყო. მესმის, კი. წელკი ვიყავი, ძალიან კარგად ვსწავლობდი, 2 საათში გამზადებული მქონდა ყველა გაკვეთილი. მე ვერ წარმომედგინა მასწავლებელთან მისულიყავი სკოლაში და მე თქვა არ ვიცი. არ ვიცი, ხო. რატომღაც ეს არც არავის უსწავლები, არც არავის დაურიგება, უბრალოდ შინაგანად მქონდა ესეთი. გაიგე გელა გორძაძე, სადღაც. გაიგე რომ მასწავლებელს არ ვიცი არ უნდა უთხრა. და სულ ბევრი დრო მრჩებოდა თავისუფალი, ვიყავი სულ ეზოში, ყველა ხე მქონდა დაპყრობილი, ყველა ბიჭი ნაცემი უსამართლოდ არა. უსამართლოდ არა. უსამართლოდ არა.
ჩემზე დიდებიც კი, როდესაც კლასელებს ვიცავდი და მოკლედ მქონდა სკოლაში დაყენებული ჩემი სიტუაცია. პალაჟენია ქონდა დაყენებული. ხო, ეს სიტყვა არ ვიხმარე. ხო, ნუ წყალებში პალაჟენია დავარქვათ, მოდი. და დედამ თხოვა მამას რა, წაიყვანეო შენ სპორტში იქნებ რამე, მაშინ ძალიან სპორტსმენებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ, ეხმარებოდნენ ინსტიტუტში მოწყობისას, გამოცდებზე და ასე შემდეგ. ყველა უნივერსიტეტი ამაყობდა რომ მას ყავდა კარგი სპორტსმენი, რაც ეხლა არ ხდება და ძალიან მიჭირს ჩემ ბავშვებთან, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს განთავისუფლება ამა თუ იმ შეჯიბრზე, როდესაც მიმყავს ჩემი მოწაფეები. და წამიყვანა მამამ და კალათბურთიდან ახლა სროლაზე გადასვლა ცოტა ძალიან გამიჭირდა თავიდან. იქ მაინც მხიარული სახეობა, კალათბურთი, გუნდური, აქ უნდა წყნარად იდგე 2-3 საათი არ უნდა ისაუბრო არა და ეს ცოტა მოსაწყენია თავიდან. მაგრამ მე რომ ნახე მოხვდი შეკრებაზე, იქ როდესაც 60 სპორტსმენია გუნდში და ყველა ასაკის და ყველა ეროვნების ყველა ორივე სქესის ასე შემდეგ გამიადვილდა უფრო და ნელა-ნელა თან ჩემი შრომის მოყვარეობიდან გამომდინარე ძალიან მალე დაიწყო ზრდა შედეგებმა. თავარი რა არის ტყუის როლის დროს? მოთმინების უნარი, შრომის უნარიანობა. მიზანის გამომუშავება ხდება? ხდება. ხასიათის ჩამოყალიბება, ხასიათის კონცენტრაციის გამომუშავება ხდება. და შენი თავის ფლობას სწავლობ. შენი თავის ფლობას. ფსიქოლოგია, ჩვენი სპორტის სახეობა ეს ისეთი, როდესაც სროლას ვასწავლი ძალიან იოლად ყველას, მაგრამ აი შემდგომში რომ მაღალ შედეგებს მიაღწიონ გაზარდო და ტურნირზე გასვლა კიდე სხვა უკვე ფსიქოლოგია, 80% არის ფსიქოლოგია. ერთმა სიტყვამ შეიძლება დაანარცხოს სპორტსმენი ან პირიქით დაამაღლოს. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვეპყრობით სპორტსმენებს. ქალბატონინო, თქვენ გაქვთ ოქროც, ვერცხლიც, ბრინჯაოც, ხო? ოლიმპიადაზე ევროპის ჩემპიონი ხართ, მსოფლიო ჩემპიონი ხართ, მაგრამ მე მგონია რომ მუშტაიჩი დათუნიას ვერ მოიგებთ ტირში. მოგიყვეთ ეგ ამბავი. აბა ოღონდ ბათუმის ამბავს მოგიყვეთ. კი ბატონო, მე გეტყვით მუშტაიჩი რატო ვერ მოიგებთ, ბარემ აქვე გეტყვით. მოგონული აქ არა. ბათუმში ბავშვებს შვილებს ველოდებოდით, რომლებიც ახლა ახალგაზრდები არიან, მე და ჩემი მეგობარი, ისიც ყოფილი მსროლელია და რა ვქნათ ახლა რაღაც მოუწყინდა და ტირი იყო იქვე. წამოდით ცოტა ჩვენს გავერთო. აი მეუთხარი აღარ მინდა ეს ტირი სროლა. მოდიო და დადგა თვითონ დაიწყო სროლა და მასწავლი მეთქი როგორ უნდა. ჯერ ისე შემომხედა გაოცებული და მიხთარე რომ და ესე ვეუბნებოდი, ვეხუმრებოდი. ნუ თვითონაც ისროლა ყველა ჩამოყარა, ესეც მანდილოსანია. მეც ვისროლე და ამდენი დათუნიები და ეს ბიჭი დგას რა, ვინც არის დახლის იქით. პირველად ნახე ქალები ეგრე ისროდნენ და ეს მეუბნება ჩემი მეგობარი, ხوار წავიდეთ და დავიწყოთ ვარჯიშიო და მითხრა ბიჭმა ეს ორი ოლიმპიადის წინ იყო. არა, თქვენთვის უკვე გვიანია. და ეხა თუ მიყურებს. აი, თუ გვიანია. მე ვიცი, ქალბატონინო, რომ ცოტა არ იყოს და ჭირდა სტანდარტული ტირი ვარჯიშისთვის საქართველოში. ეხლა არ ჭირს? ეხლაც ჭირს? სად არის? აბა როგორ ვარჯიშობდით თქვენ? იდეომატორულ ვარჯიშებს ვიყენებ. აი მართლა როგორ ასეთი შედეგები როგორ მიაღწიეთ? როგორ მიაღწიეთ ასეთ შედეგებს? სიმართლე გითხრათ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, იმის მერე მე ის პირობები, რაც მაშინ მქონდა, არასდროს არ მქონია. ძალიან გვიჭირდა უშუქობა, სიცივე, დისტანცია, ღია სასროლეთი საერთოდ აღარ არსებობდა, იმიტომ რომ სოხუმში იყო და დაინგრა და იცით ახლა რაც განიცადა ქვეყანამ, ის განიცადა ყველა სფერომ და სპორტმაც. მათ შორის ტყუის სროლამ. რა თქმა უნდა, სპორტმაც. დღემდე აი ვწვალობთ და ვჩახირობთ რა, როგორც იტყვიან, მე თვითონ გავაკეთე ჩემი სახსრებით, პატარა დამეხმარა რა თქმა უნდა ცოტა სახელმწიფოც, მაგრამ არასაკმარისია 5 ფარი, როდესაც მინიმუმ უნდა იყოს 50 ფარი, რომ ბავშვები მოვიდნენ. რიგში იდგნენ კორიდორში, ესე რომ ვთქვათ, ერეფანში
და მე შედიოდნენ სასროლად თავისი რიგი რომ მოუწევდა. შემდეგ მოხდა ისე რომ პატარა ტერიტორიაც გამოყვეს და 5-დან 12 გავზადეთ ფარი და ეხლა სუმთლიანობაში გვაქვს 5 კომპიუტერული და 12 ფურცელზე რა ქაღალზე. როდეს არავინ აღარ ისვრის ქაღალზე. ანუ დამაკმაყოფილებელი არის 50 თუ იქნება. მინიმუმ 50 თუ იქნება. და ღია სასროლეთი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ხელოვნურ განათებაზე და ბუნებრივ განათებაზე ვარჯიში და შეჯიბრი, იმიტომ რომ ყველა შეჯიბრი ტარდება ღია სასროლეთზე. ყველა შეჯიბრი, ოლიმპიადა, მსოფლიო, ევროპა და ასე შემდეგ. ღია. კი ბატონო. რატომღაც ჩვენ ქვეყანაში გონიათ რომ ტირი რახან ქვია, უნდა იყოს სარდაფში. რატომ? არ მესმის. გასაგებია. და თქვენ აი 90-იან წლებში როგორ ვარჯიშობდით? გამათბობელით, ვერავინ ვერ მცნობდა, იმიტომ იმდენად მეცვა. ზედრო ერთხელ ჩამოვიდა ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო კომიტეტმა გამოგზავნა დამკვირვებელი და შემოვიდა ზუსტად აი ეს იყო SKA მაშინ არენა, ეხა ხო არენა ქვია. და შემოვიდა და გარშემო ხეშია ეს არენა ჩასმული. კომუნისტების აშენებული ცუდი დამპალი, სასწაული, ცუდი კომუნისტების აშენებული. სულ ხეშია გამოპრანჭული ეს ტირი და მე მიდგას აქ პლიტა, გამათბობელი, მაცვია რაღაც, რა ვიცი, მე ბევრი რამ და შემოვიდა და გაკვირვებული უყურებს ამ ხეს და მოპირკეთებას, მაგრამ აი ეს მე რა შემარგია ეხლა. მოპირკეთება. რა გინდა თუ შვენიერია რომ გავიგონე და რომ ავხტი. დადექით ეხლა აქ მე ვხარ 9 საათი, აი ამ ბეტონზე დადექით პლიტასაც ავიღებ და მე ნახეთ როგორ არის მშვენიერი. უცხოეთში ხშირად დავდიოდი, მაგრამ სული ხომ არ იქნება, მაგრამ ვარჯიში ხო ყოველდღიური გჭირდება. მეხმარებოდნენ გერმანელები, შვეიცარლები, სომხები, აზერბაიჯანს მაშინ არ ქონდა სასროლეთი და ვერ მეხმარებოდა, თორე დიდი სიამოვნებით. რუსები მეხმარებოდა, ძალიან ბევრი მეგობარი შემძინა ამ სპორტის სახეობამ, თითქმის ყველა ქვეყანაში, ავსტრალიაშიც კი მეხმარებოდნენ, მაგრამ ეს არ არის ის დონე, რომ შენ აი წნარად იყო და დამაჯერებლად კონდეს იმის განცდა, რომ შენ კარგ ფორმაში ხარ. სულ იყო ეს ნერვებისა და ხო რა თქმა უნდა. ზოგადად ფონიც ძალიან ისეთი იყო. კი ბატონო. დაძაბული ხა რაც ვახსენეთ და რა წლებიც გავიხსენეთ. ოლიმპიური თამაშების დევიზი არის მთავარია მონაწილეობა, ხო? და თქვენთვის სხვანაირად არის, მთავარია ჩატარდეს. პანდემიამ გვიჩვენა ეს ძალიან ესე იგი გულდაწყვეტილი ვიყავი რომ 1 წელი გადადეს, მაგრამ მე მგონი იაპონია იყო თამამად ვიტყვი ამას, რომ ერთადერთი ქვეყანა, ვინც იმ სიტუაციაში შეძლებდა ოლიმპიური თამაშების ჩატარებას. ეს ძალიან დიდი ღონისძიება მასშტაბურად და გაუჭირდებოდა ყველა ქვეყანას რა. აი შეკითხვა მქონდა ასეთი ნაწილობრივი თქვენ უპასუხეთ, ანუ 88 წელი იყო პირველი სეული ხო თქვენი და ახლა პარიზი იყო, ხო? ანუ რო გამოარჩიოთ, მაინც ტოკიოს გამოარჩევთ? თუ ოლიმპიადას? ხო, აი ორგანიზაციის დონე. აზია, ეხა ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, მაგრამ იზიარებენ ჩემას, აზია აკეთებს ძალიან მაღალ დონეს. ანუ სეულიც მაღალი დონე იყო. ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ 88 წელში ჩატარდა და პარიზი ჩატარდა ეხლა ხანს, არ მიწყინოთ ფრანგებო ძალიან მიყვარხართ, მაგრამ ეს იყო რაღაც. ტოკიო უფრო მაღალი დონე იყო. სიდნეი როგორი იყო? არა უშავს. არა უშავს. მაშინ თუ აზია კარგად ატარებს, პეკინიც უნდა მოგწონებოდა. ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს, მაგრამ სეულს ვერავინ ვერ შეეძრება. იმიტომ არ გეგონოთ რომ რადგან იქ მოვიგე. რადგან უფრო აიღეთ ხო, მესმის. ვადარებ ერთმანეთს, ეხა ბარსელონაც იყო, ატლანტაც იყო ყველაფერი, მაგრამ ანუ იმის მერე რამდენ ადგილას იყავით და 88 წლის სეული მაინც გახსოვდებათ როგორც ყველაზე. თვითონ აი რიცხო უკვე გამოიკვეთა. კი, რა თქმა უნდა. გამოიკვეთა, რომ ძალიან შრომის მოყვარე არის ეს ერი კორეელები და აი ძალიან სწრაფად განავითარეს თავიანთი ქვეყანაც, რითი? იმიტომ რომ მათ მიაქციეს ყურადღება სპორტს, იმიტომ რომ სპორტი თუ განვითარებულია ქვეყანაში, ვითარდება ყველა სხვა სფერო. ჯანდაცვაც, თავდაცვაც, სოფლის მეურნეობაც, ტურიზმიც, სპორტული ტურა, ყველაფერი ვითარდება. კარგი, მაშინ ყველაზე ნაკლებად დასამახსოვრებელი რომელი იყო თქვენთვის? ამდენო 10 ოლიმპიადაზე ხართ ნამყოფი, რეკორდსმენი ხართ.
აი ყველაზე ნაკლებად რომელი დაგამახსოვრდათ, აი ესეთი, აი რომელს გამოვარჩა, აი სეული გავიგე, ტოპ ოლიმპიადაა თქვენთვის. ყველაზე ნაკლებად ეცით რას მეკითხებით, ხა შეადარეთ ერთმანეთს ოდრი ჰებერნი და შარლონ სტოუნი. შეადარებთ? ვერ შეადარებთ. აი რომელი უფრო ჯობია, ვერც ერთი. მაგრამ სეული რო გამოყავით? სეული გამოვყავი, ეს იყო, ნუ ხა კარგი, კარგი. რა ვქნა. კარგი. ბევრი კურიოზი ხდება ხოლმე ოლიმპიურ სოფელში ამას ჩვენ ძუდოისტებიც გვიყვებიან, მოჭიდავეებიც, ანუ სპორტსმენები ხშირად უსტუმრობენ, მოგეხსენებათ და აი ამ ხრივ მაგალითად რომელი ოლიმპიადა იყო დასამახსოვრებელი თქვენთვის? კურიოზები ეხა ჩემს სპორტის სახეობაში ჯობი არ მოხდეს. ჯობი არ მოხდეს. მერთმა დაგვიფაროს კურიოზები ტყუის სროლაში. ცხოვრებაში გამოგდგომიათ ტყუის სროლა? როგორ არა, დღემდე არ მადგება? ეშინია ყველას ჩემი. ყველას ეშინია. ამით აშინებენ. მაშინ აქვე კითხავთ. სულ მინდოდა მეკითხა ხალბატონო ნინო. როგორ გონიათ თქვენ? ჩემს სიძეს არ შეეშინდა. მოიყვანა ჩემი გოგო ცოლად. არ შეეშინდა. აი, ხედავ შენ. აი, სადაც არ შეეშინდა მოიყვანა გოგო ცოლად. კი ბატონო. არ დღესაც არ ეშინია? არა. არა. სულ მინდოდა მეკითხა თქვენთვის. როგორ გონიათ, ახლა ეს მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ მაინც ინგამ სპეციალურად ააცილა მურტალოს 7 ტყვია? ეს მე ერთხელ უკვე მკითხეს და უპასუხე, ჩემი მოწაფე რო ყოფილიყო ინგა. 7-ვეს გაარტყავდა. ვერ გაექცეოდა მურტალ. 7-ვეს მოარტყავდა. კარგი, მოდი ხა. მაგრამ ძალიან რთულია ცოცხალ ადამიანს ეს როლო და მე მგონი ინგამაც ვერ გაიმეტა. მე ესე მგონი. ასე გონიათ. მოდი ახლა ესეთი პატარა ბლიცი მაქვს, მე გეტყვით თქვენ ორ ვარიანტს და თქვენ მითხარით რომლის ყურება გირჩევნია, სპორტის სახეობაზეა საუბარი. ხო, ანუ საყურებად აი საღამოს დაждებით ჩაის რო დაიდგავთ გემრიელად, თბილად, კომფორტულად. ჰობი ხორსი არ მითხრა, თორე ეხლავე გავგვარაკედა. არა, ჰობი ხორს არ გეუბნებით. არა, ოლიმპიურ სახეობებს გეუბნებით. კაი ბატონო, მოიცათ ჯერ ცოტა ხანში გახდება. ეგეც გახდება. კი ბატონო. კარგი. მოდი ეს დავიწყოთ. თან საინტერესო დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელსაც დაინტერესებს თქვენი გემოვნება. მაგიდის ჩოგბურთი თუ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა? ჭიდაობა. ო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა თუ მარათონი? ჭიდაობა. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა თუ თავისუფალი სტილით ჭიდაობა? ჭიდაობა თუ კონკური? ცხენებზე მაინც მივედით. ჭიდაობა თუ სიგზეზე ხტომა? სამაგი ხტომა ჯობია, მაგრამ ჭიდაობა. ჭიდაობა, ვა! ჭიდაობა თუ შვიდკაცა რაგბი? მეუღლე მყავს მორაგბე, როგორ თქვა ჭიდაობა? ესე იგი რაგბი. შვიდკაცა რაგბი თუ ძიუდო? რაგბი. შვიდკაცა რაგბი თუ აკადემიური ნიჩფოსნობა? რაგბი. შვიდკაცას აღარ ვიტყვი, რაგბი თუ ბადმინტონი? რაგბი თუ ცურვა ბატერფლაი? რაგბი თუ ჩოგბურთი? რაგბი თუ ფეხბურთი? დედა, გავაგრძელოთ, რაგბი თუ კრივი? რაგბი თუ მხატვრული ტანვარჯიში? რაგბი თუ სასტენდო სროლა? სასტენდო სროლა ჩემი სროლა არ არის, აბა ტყუის სროლა გეთქვა. მართალია, თქვენი არ არის. რაგბი თუ ველოსპორტი? რაგბი თუ ტყუის სროლა? ტყუის სროლა. ნუ ახლა მე უკვე აზრი აღარ აქვს. ტყუის სროლა თუ ხელბურთი, ტყუის სროლა, ტყუის სროლა თუ ძალოსნობა, ტყუის სროლა, ტყუის სროლა თუ წყალბურთი, ტყუის სროლა, პლაჟის ფრენბურთი? გოგოები თუ ბიჭები? გოგოები. აჰა, თქვენთვის გოგოები. და ბოლოს არის ტყუის სროლა თუ ფარიკაობა? რა ვქნა, ყველა სპორტის სახეობა მიყვარს და რა გავაკეთო, აი ჰობი ხორსი არ მესმის და კაი, გასაგებია და შეიძლება აი ეს ბრეიქდანსი რო გახდა ოლიმპიური სახეობა, თქვენი აზრი როგორც ასეთ 10 ოლიმპიური თამაშების მონაწილე. აი, წარმოიდგინეთ, სამბო არ არის, სამბო და ბრეიქდანსია. და კიდე რამდენიმე სპორტის სახეობა კლავჭიდი თუნდაც, ხო? არ არის და ბრეიქდანსია. აი ამას როგორ უყურებს ნინო სალუყვაძე?
ხო, ეხა break dance-ია, მithvdit, სიტყვაც გეუბნებათ და მეტი რა ვთქვა, რა უნდა თქვა, რა ეხა ეს იცით რა არის პერსპექტივა უნდა კონდეს სპორტის სახეობას, რომ კონდეს იმის საშუალება, რომ განვითარდე უფრო და რაღაც სხვა რაღაც მოგაწოდონ მაყურებლისთვის, რომ საინტერესო იყოს და ასე შემდეგ. და აქ საშეჯიბრო სიტუაცია იმდენად არ არის, ხო, არის კონკურსი ხა სხვადასხვა ცეკვებში, ხო? იქ მიიღონ მონაწილეობა. ეს სპორტის სახეობად ვერ აღუდგავს სიმართლე გითხრათ. მესმის თქვენი? ეს ჩემი სუბიექტური აზრია შეიძლება. ხო, არა, იმიტომ კითხეთ, რომ ძალიან მიყვარს, ძალიან საინტერესოა, ლამაზია, ფილმებიც ბევრია შექმნილი, მაგრამ ხა ოლიმპიურ თამაშებს, ნუ მივაყენებთ ბევრ ხო. არა, ეგ ძალიან ლამაზად აკეთებენ და ძალიან. ცოტა ხანში ხელოვნური ინტელექტი შემოვა და მე მყავს მაგაცი გუგამშვილდაძე. ასე, იცით რა მაგრა აკეთებს, რობოტს ასე აკეთებს ხოლმე. აი, სულ ეუბნები რომ შენ რატო არ წახვედი მეტი. მარტო რობოტი არ შველის. არ შველის. ქალბატონინო, როგორ შეგრძნება შვილთან ერთად ოლიმპიადაზე გამოსვლა? ძალიან მაგარი. ყოველთვის ვამბობდი და ოცნებობდი, რომ მარტო მე არ მინდა ვიყო მონაწილე, ნუ ლიცენზიანტი ოლიმპიურ თამაშებზე და იქნებ ვინმე გაიზარდოს, აი ამისთვის და დავხარჯე ჩემი ენერგიაც, ახსრებიც, ყველაფერი გავაკეთე, სასროლეთი დაიწყეს ბავშვებმა ვარჯიში, მაგრამ ეს არ ხდება ხა ერთ წელში, ორ წელში ამის ამბავი. იყვნენ უკვე წამოვიდნენ პერსპექტიული ბავშვები. ჩემი შვილიც ეხლა სანამ მან არ მიაღწია ისეთ შედეგებს, რომ სხვებს უგებდა, მანამდე არც ერთ შეკრებაზეც არ წამიყვანია. მაგრამ დავინახე, რომ უკვე ცოტა წინ იყო სხვებთან შედარებით და სალაპარაკო. თან ძალიან კარგი სპორტის სახეობა მაქვს. აქ ვერც დედა, ბიძია, ბაბუა ვერ ჩააწყობს ვერაფერს, რასაც გაარტყავს, შენია რა. რასაც ვერ გაარტყავს, და ამაყი ვიყავი, რომ ეს მეორე ლიცენზიანტი აღმოჩნდა საკუთარი შვილი. ხელი ხო არ შეგიშალათ, რომ თქვენ თავზე აღარ ფიქრობდით და შვილზე ნერვიულობდით? არა? არ შეუშლია. კარგი. ისე როგორ ფიქრობთ? დათა თუთაშხიას თქვენზე მეტი ტყვია აქვს ნასროლი? არა მგონია. და ვინმე საქართველოში მალე გარდაიცვალა საწყალე, თორე ალბათ. ვინმე საქართველოში აქვს თქვენზე მეტი ნასროლი? არა მგონია. არა მგონია. მე ერთ ვარჯიშზე 200-300 ვაზნას ვხარჯავ და მარტო ვარჯიშზე ეს მინიმუმ 5 დღე ხა დათვალეთ 45 წლის განმავლობაში რამდენი გამოვიდა. ხო, მან უკვე მათემატიკაც აღარ არის. სხვათა შორის ძალიან მძიმეა ჩვენი იარაღი და კილო და 200 წონის მინიმუმ. და იმდენჯერ გვიწევს ხელის აწევა, რომ საბოლოოდ კარიერის ბოლოს ჩვენ და ძალოსნებს 1 წონა გვაქვს აწეული. და ერთი თამაში მაქვს კიდე, თქვენთვის მომზადებული, მაგრამ სანამ ამ თამაშზე გადავალთ. ორი შეკითხვა მაქვს. ერთი, რომ ლოს-ანჯელესში თუ აპირებთ წასვლას? ვაპირებ. როგორც მონაწილე თუ როგორც მწვრთნელი? როგორც მწვრთნელი. ანუ თქვენ აღარ გამოხვალთ? აჰა, კარგი. და გინესებზე რო არ კითხოთ, არ შემიძლია. ანუ ჩემთვის ორი რეკორდი გაქვთ, ხო? სურპრიზი იყო, ორი რეკორდი, როგორც ერთადერთი ქალი მსოფლიოში, რომელმაც 10-ჯერ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაზე და ერთადერთი სპორტსმენი, უკვე აქ ქალი კაცი არ აქვს მნიშვნელობა, რომელმაც ზედიზედ მიიღო 10 ოლიმპიადაზე მონაწილეობა. ძალიან მაგარი ამბავია. დამეხმარა ჩვენი ადგილობრივი ფედერაცია ამ გინესის და ძალიან ოპერატიულად გამოითხოვეს ეს სერტიფიკატები, ჩამოიტანეს და ძალიან ესე გადმომცეს. ბრავო, ძალიან მაგარი ამბავი. ახლა ნახეთ. არც კი მიოცნებია, რომ როდისმე მოხდებოდი გინესის სიგში, იმიტომ რომ მე რა უნდა გავაკეთო, ისეთი ხა გინესი მეგონა რაღაც იცით, როგორი ადამიანის შეუძლებელ შესაძლებლობებზე საუბრობს ეს. ხო, მე თქვენ შეუძლებელი არ გააკეთეთ? გამომივიდა. ეხლა ტყვია არ ვიცი, მაგრამ აი, მოდი, აბა, ვისროლოთ. კიდე ხო, ომთეს. ჩემი ბოლოს როლა იქნება. ბოლოს როლა, კარგი. კარიერაში. აი, ნახეთ, ორი სროლა და ვინმე თქულას დააგროვებს. აირჩიეთ, დიდი ბრიტანეთის დროშიანი გინდათ თუ ამერიკის? არც ერთი არ მინდა, მაგრამ გამოვალ მდგომარეობაში. აბა, კი ბატონო.
ამერიკა იყავით თქვენ, დიდი ბრიტანეთი ვიქნები მე. კი ბატონო. კარგი. მოგლეთ ბრეიკდანსის რა მოგახსენოთ და ქალბატონმა ნინომ და მე აი ასეთი დარტსი დავამატეთ ოლიმპიურ თამაშებს. ოღონდ სხვანაირი დარტსია, ანუ მეორე მხარე რო ქულები უფრო კარგად დავითვალოთ, მეგობრებო. ესე იგი 2-ს ვისვრი მე, დავითვლით რამდენი ქულა მაქვს? მაინც 9-იანით იწყება, 10-იანი არც აქ არა მაქვს. წითელი იყოს 10-იანი შუაში. კარგი. იყოს? მე არ მგონია მანდ მოვარტყა, მაგრამ კარგი. 2 სროლა მე, 2 სროლა ქალბატონ ნინოს და ნახოთ როგორ დასრულდება. დავიწყოთ ოპერატორებო, ძვირფასებო. შეგვიძლია, კარგი. პირველი ვარ მე. ნუ გეშინიათ ქალბატონ ნინო. 1 აი ხა ეს ძალით გააკეთე რა. არა, დედას მიცავ რომ ეს მიჩეული არა ვარ იმას რა. აი თავიდან ვისროლო? აი ეს ერთი ისროლე თავი. კარგი. წახან ვითომ ვერ გაარტყა, დაბლა ისროლა. კარგი. და ხა 10-იანში პირდაპირ წითელში გაარტყა თუ 9-იანში. აჰა. 9 და 7. 16 ქულა. პირველად ვისვრი. 16 ქულა. ალბატონო. ეხლა ქალბატონი ნინო. აი მე პირველად ვისვრი, არც ვიცი სად უნდა დაუმიზნო, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ იმედია მოხდება. აჰა, აი პირველი 3-იანი. აჰა. მეორე უკვე 9-16-ზე მეტია გაიმარჯვა. ქალბატონმა ნინო სალუყვაძე. დიდი მადლობა. წაგება არ არსებობს, არის მოგება და არის სწავლება. თავარია ჩატარდეს. სწავლებ, თავარი ჩატარდა. ნინო სალუყვაძე. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.